გარკვევის აუცილებლობა თქვა კულტურის ჩარჩობა. მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კულტურა როგორც შენ ქონდა როგორც უარყოფითი რაღაც ანტის ქონდა, ხო? რაღაცა კულტურასთან დაკავშირებით და როგორ ჩარჩო თქვა და ამ დროს ცოტა რთული გასაგებია, იმიტომ რომ კულტურა ცოტა სიღრმეში რო შევიდეთ აი ამ საკითხის. კულტურა და რაღაცა თქვათ ეპოქალური საერთოდ თქვათ არის რაღაცა გარკვევები მხატვრები ჯოჯო იქნება თუ კარავაჯო იქნება თუ ვერმეერი იქნება ასეთი როცა გარკვევები ხდება ეს გასაგებია მაგრამ ხო არის რაღაცა ეპოქალური ჩარჩოები აი ამასთან დაკავშირებით რას თქვათ თანამედროვე პერიოდში ეს უფრო გასაგებია რას გულისხმობ მაგრამ ზოგადად ხალხების რაღაცა აი კულტურა თვითონ ეს ცნობაზე რო ვილაპარაკოთ ხო საერთოდ რა არის კულტურა როგორც ცნება ეს უსასრულოდ ფართოვდება ეხლა მაგალითად იყო ესეთი რაღაცა ბრიტანეთის კულტურის მინისტრი იყო გამოსული და რაღაცა საუბრობდა რა კულტურის მინისტრია თვითონ და საუბრობდა ამ კულტურაზე რაღაცა რომ გაათავა ესე იგი მე ელიოტმა დაუწერა სტატია ესე იგი აი კულტურის მინისტრს დაწერა სტატია და ესე იგი თქვა რომ ესე იგი გამოდგა რომ ამას საერთოდ არ ისმის კულტურა რა არის ესე იგი ისეთი რამები ილაპარაკაო ესე იგი რას გულისხმობდა ამაში იცი რომ თვითონ ჩვენ რასაც კულტურას ვეძახით არა ეს ძალიან ფართოვდება და ფართოვდება თითქმის უსასრულობაში გადაცინხება ცნება კულტურა ეს რომ კულტურა არის საერთოდ ჩვენი ცნობიერების ორგანიზაციის ფორმა ეს არ არის არც რაღაცა ხო ხტები რა კულტურული ფორმები რაღაცა ხელოვნება ისა ეს არის აი ცნობიერების ფორმა რა ფორმასაც მიიღებს ცნობიერება ხო აი ეს არის კულტურა რა და აი ეს იცქრა თქვა აი ვიღაცის праздники მიიღოს და ეს იგი თქვა რომ იცქრა არის ჯოგური ცნობიერებიდან ხო აი ეს არის იმ მომენტში არა აი ეს არის კულტურა მაგათი და ეს იგი შენ კი არ ამბობ ეს უკულტურო ხალხია უბრალოდ რაღაცა ფორმაა გარკვეული კულტურის მაგალითად აბორიგენების ცხოვრება ხო კულტურაა ეხლა მაგალითად კასტანედას რო წაიკითხავ რა ხო ტომებია კასტანედასი ხო ვიცი რა ეს იგი შენ ხედავ რომ ეს ადამიანი იმ გაგებით როგორ ჩვენ ვესმის კულტურა ხო ესთეტიზმი ესთეტიკა რაღაცა ფორმასთან კავშირი თქვა ცნობებსაც მაგასთან საერთოდ არ არის კავშირში ესე იგი ეს უშუალოდ ბუნების ძალებს ეხება ეს ცნობიერება ბუნების ძალებთან კონტაქტში და ამ ბუნების ძალებთან კონტაქტში დგება იქაური კულტურა და ის გაიგე ჩვენ კულტურას არ გავს არც ცნებებზე აგებული არც ფორმებზე აგებული არა არც ესთეტიკაზე არ არის ის არის აი რაღაცა შენი ინტუიციის და შენი რაღაცა აი რაღაც ქვეცნობიერი ძალების აი რაღაცა შეხება ბუნების ძალებთან და რაღაც თურმე არსებობს რაღაც კანონები და შენ შეგვიძლია ეს ამოძრავო და რაღაცა გააკეთე შამანების კულტურა და თუ შამანების კულტურა მაშინ უკვე ჩვენ რასაც ვეძახით კულტურა ცნობიერად გამოტანილი ფორმები და ესთეტიკა და გაიგე აზრის ესთეტიკა და აზროვნების ესთეტიკა მაშინ ეს თითქოს რაღაც არის და ხო ანტიკულტურა არა შამანების კულტურასთან შედარებით არა ჩვენი კულტურა ამიტომ კულტურა არის რაღაც უსარმაზარი ცნება რომელიც ლაპარაკობს ყველაზე how we shape our consciousness ესე იგი როგორ გავუკეთებთ ფორმირებას ჩვენ ცნობიერებას აი როგორც ეს გაკეთება აი ეს არის კულტურა რა ყველაზე ზოგადი ამაზე ლაპარაკობდა ელიოტი რა იმას რომ არ ესმის რომ აი ეს ზოგადი აი ცნობიერების ფორმის მიცემა და ამაზეა ლაპარაკი კულტურაში და არა რაღაცა გაიგე რა ჯარგობრივი და რაღაცა ეგეთი გაგებებით აი ეს იყო თავი ეგრე რა აქედან და საუბარი ხო აი თქვა მამლიკა Absolutely, ტრუშოსაკ არაჩვეულებრივი ფილმი. მე მგონია ბიჭი მგელი თუ რაღაც აღარ მახსოვს ზუსტად. სათავე შეიძლება დავდო ძალიან ცნობილი ფილმია მაგისი. ესე იგი პატარა ბიჭი დაიჭერე რომელიც გლებთან ერთად იზრდებოდა. ხო და ნამდვილი ამბავია, უბრალოდ მე ტრუშომესნა რაღაც თავისებურად იმასნა გადაიყვანა და რაღაც კულტურული ტექსტი ჩავდა ამაში. და მე ესე იგი მაგის კულტურიზაცია ხდება ამ პატარა ცხოვრების რომელიც იზრდებოდა ინგლებთან ერთად რა და აი კულტურიზაციაზე არის ეგ ფილმი აი რა არის კულტურა ну აი მან ჩანს რას ნიშნავს კულტურიზაცია ცნობიერების როცა მარტო ინსტინქცია აგებული გაიგე და მე უცბად ხდება გაიგე აი ეს კულტურის მასში რაღაცნაირი ჩა და ძალიან მაგარი სიმბოლური ფორმა აქვს გაკეთებული
ესე იგი კულტურის სიმბოლოდ ფეხსაცმელია გამოყვანილი. და ამ პატარა ბავშვს ყველაზე უფრო რა უჭირს, იცი ყველაფერს ითვისებს, აი ფეხსაცმელს ვერ ითვისებს, აი ფეხსაცმელის ჩადგმას, აი ფეხის შიგ და შეკვრას ამისი რა, ამ თამასის რა, და აი ფეხსაცმელის ტარება ყველაზე უფრო უჭირს. იგი ის რაც გამოყოფს მიწისგან, გაიგე, ის რაც თაჩს აღარ აქვს ეგზისტენციასთან, ის რაც რაღაცა ფილტრს აყენებს ჩემსა და ეგზისტენციას შორის, ხო? ესე იგი, და გამოდის რა ფეხსაცმლის სიმბოლოში დევს პრინციპული კულტურა. კულტურა რა იგულისხმება, მაგალითად ჩვენ თქვით რომ კულტურა არის ცნობიერების, გაიგე რაღაცა ერთიანობა ფორმის, ხო? მაგრამ ეს ერთიანობა ფორმის ნიშნავს რომ მას აქვს ფორმა, ესე იგი გამოყოფილია, გაიგე, ეს არ არის უსასრულობა, ეს არ არის, გაიგე, რაღაც ზღვრებმოხსნილობა, გაიგე, არის რაღაცა ფორმირება რაღაცის, ხო? ესე იგი, რას უკეთებ ფორმირება, შენ გზნობებს უკეთებ თქვა, შეგრძნებებს რაღაცას, აი ეს სხვა არის, მაგრამ ლაპარაკი იმაზე არის, რომ არის ფორმირება. ფორმირება იმის ნიშნავს. ეგრევე. ესე იგი, აქ ორი აზრი არსებობს. ფორმირება ყოველთვის იმითთან არის დაკავშირებული. ესე იგი, კულტურა თავისი ბუნებით ეს არის რაღაცის restriction, რაღაცის, გაიგე, ესე მოსაზღვრა, რაღაც ფორმაში ჩასმა რაღაცის. ეს ფორმა, ესეთ ფორმას მიიღებს, თუ ესეთ ფორმას თუ გავტყევდება თუ რაღაც მოვა, მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთელი პლატონის შემდეგ მთელი კულტურა იყო ვერტიკალურად, ესე იგი, გაიგე ვერტიკალური მიმართულება ჰქონდა და თქვა პოსტმოდერნიზმის შემდეგ ამ დიდი ფილოსოფოსები ჩვენ როგორც არის თქვა ფუკო და დელეზი და ვიღაცები, ეს გადმოტრიალდა და ეხლა გახდა ჰორიზონტალური. მაგრამ მაგაზე არ აქვს ლაპარაკი. თავარი რომ ხო ვამბობთ ჰორიზონტალური, ხო ვამბობთ ვერტიკალური, ესე იგი რაღაც ფორმაზე გვაქვს ლაპარაკი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად რაღაცა მოსაზღვრულ რაღაც პრინციპზე გელაპარაკება. აი ეს მოსაზღვრულობა თავისთავად არის ზოგადად პრინციპი კულტურის, რომ ის უნდა მოისაზღვროს, რაღაცაში ჩაჯდეს, რაღაცა მიიღოს სახე და ფორმა ამისი. ეს გაიგე ეს იქნება ცვალებადობები, ეს იქნება ეგვიპტე თუ მერე იქნება ანტიკა თუ მერე იქნება რაღაცა და შუა საუკუნე აღორძინება არ აქვს მნიშვნელობა, პარადიგმები იცვლება, მაგრამ ყოველთვის ერთ რამისთან გვაქვს საქმე, რაღაცა გარკვეულ მოსაზღვრულობასთან. ეგ რაშია საქმე? ეს საიდან იწყება ეს მოსაზღვრულობა, ხო თქვა? აი სად იწყება? ეს არის მაგიდა მე ვარ ცხოველი, ხო? და აი პირდაპირ შეერთებული ვარ ჩემი ინსტინქტებით ყველაფერთან ამასთან და რეაგირება მაქვს, ესე იგი უდროა პირდაპირ რეაგირებ. ხო, მშია ეგრევე მინდა ჭამო. რაღაცა მინდა შეიძლება იქვე რაღაცას უკმინო რამე ხე პირდაპირ რეაგირებიან, ხო? რაც არის პრინციპულად ჩვენი, ნუ აი საწყის საიდანაც ვიწყებთ ამას ყოველთვის ინსტინქტების სამყარო, რომელსაც არ აქვს არანაირი ის როგორ მოფენდეთ, მე ამას არ უგენ თუ შიში მაქვს, მე ამას არ შევჭამ თუ მეშინი ან რა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად დროის გარეშე, ესე იგი მე არ ფიქრობ, გაიგე, მე მაქვს აი მარტო იმპულსებს, ხო? ეხლა გადავედით სხვაგან, სად იწყება კულტურა, სად ჩდება ის სივრცე, სადაც იწყება აზროვნება, ხო? ესე იგი, არის ესეთი ლაპარაკი, რომ ესე იგი ბატაი ამბობს ძალიან საინტერესო და ცენტრში აყენებს კულტურის დასაწყისის, აი პირდაპირ თავარი მქონდა აყენებს განავალს. ამბობს კულტურა იწყება განავლიდან, ესე იგი განავლის აღიარებიდან, გაიგე, როგორც ის, რაც ჩვენ არ გვინდა, არ გვჭირდება. ესე იგი რაღაცა, რასაც ჩვენ უარყო. მანამდე არის ერთიანობა, გაიგე, ესე იგი ხო იცი როგორც არის, თავის განავალს უნავს, ისინი შეიძლება იცი გიჟი თქვა ნიჩე ამხელა იცი, მე თავის განავალს ჭამდა და იმაზე უსვამდა კედლებზე, როგორც ბავშვს არ აქვს ეგ ცნობები, თავის განავალს იღებს უყურებს და პირშირებს, მე ჩვენ არ გამოვყოფთ არაფერს, ჩვენად ერთიანი სამყაროსთან. ზუსტად ამას ცდილობს იოგაც. მაგალითად იოგა ხო ვიღაც იოგი როდის ისი განგთან, გაიგე 24 საათი მედიტირებს, გაიგე, მიდის მაგალითად და იქ ხო ხალხს წვავენ იმას, კდარ ხალხს ხო წვავენ ინდოეთში და განგის პირას წვავენ რა. და მაგალითად რა შეიძლება მიდის ეს იოგი და ამ ადამიანის ნარჩენ ხორცს ნამწვავს ჭამს. ჭამს იმიტომ კი არა რომ შია. ჭამს იმიტომ კი არა რომ კანიბალი ხდება. ჭამს იმიტომ რომ მისთვის გაქრეს გძნობა, გაიგე, რომ ეს არის ხორცი, ეს არის ადამიანის ხორცი, ეს არის კვდრის ხორცი, რომელიც დაიწონეს, რომ ეს სუბსტანციების განსხვავება არ ქონდეს, სუბსტანცია იყოს ერთიანი მაგისთვის, ესე იგი თავის თავში ცდილობს გადაძლიოს აი ეს restriction, გამიგე? ესე გავიდეს ამის მიღმა, რომ სუბსტანციებს დაეკარგოს ხარისხები, კარგი, ცუდი, ჭუჭყიანი, ნათელი, მიხდი აი დაეკარგოს აი დიქოტომიური ორგანიზაცია რა, ბინარულობა დაკარგოს ეგ ცნობა. და ამიტომ სულ მაგაზე მუშაობენ. ესე მაგალითად სულ გათისა, რა ქვია, ხალა. და ქალიდან ჭამენ
ამგე ქალა იმას კი არ ხშეული პლასტიკის ხო იყიდო ყრია ყველა გახო არა ქალა უნდა ხო იქიდან ჭამცი და სამსა გაიგრო სიკვდილი აღარ იყოს გამოყოფილი მისგან გამიგე ეს არ კონდეს დიხოტომია სიცოცხლე სიკვდილი რომ შეძლოს რომ ამის მიღმა გავიდეს ეს მიდის ამ ვარჯიში ამასე დრო მოვიდე ის ერთ ნახევარსაათში კიდე იქნება ლექცია ალბათ იქნება კი საათი ნინა აქეთ კარი აქეთ Diva. ნინა აგარაიას აა